Ირფასო მეგობრებო, ხალხი ესაა ჩვენი განსაკუთრებული სტუმარი ბატონი ცეზარ ჩოჩელი. ცეზარ, დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან გადაცემაში. სტუმრად, ესე იგი რა, ანუ რამდენი მაჟორიტარი არ მყოლია ხა გადაცემაში, ბევრი რა, ძალიან ბევრი მაჟორიტარი მყოლია, მაგრამ აი რატომღაც ჩემი რეგიონისთვის აი არ მიმიხედავს რა, ანუ ცხეთის ავიწყდებით ყველას. ამდენი 14 წლიანი მმართველობა მაქვს. 14 წლიანი ჯერ არავის გადაუყენები ვარ. 14 წელი აი ესე ვარ, აი ხო დიქტატორი რა. ფაქტურად პირველი ვარ. ეს ხაზგასასმელია რომ პირველი ვარ, ეგ კარგია და კარგი. ჯობს გვიანო ვიდრე არასდროს, რომ მინდა რომ ჩემს რეგიონსაც მიუძღვნა ერთი ეთერი, ეს არის ცხეთელი ვარ მე წარმოშობით, მაგრამ ზოგადად შე რეგიონში შედის ცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი. თიანეთი, ყაზბეგი. კი. საკმაოდ რთული რეგიონია, ხო ესე? კი. და რას ამბობენ ის ხალხი? ახლა ზოგადად თიან მხარეში ცოტა განსხვავებული პოზიციები აქვს ხოლმე მოსახლეობას. ნუ მოსახლეობაში საკმაოდ დიდი მოლოდინია, მოსახლეობა ფიქრობს, რომ იქნება ცვლილებები და არჩევნების შემდეგ ცხოვრება უფრო აღმატებული ტემპით განვითარდება. 2012 წელს ძალიან ბევრი პროექტი დავტოვეთ, რომელიც უნდა განხორციელებულიყო 2012-ში, 2013-ში, 2014-ში. საერთოდ ქონდა გეგმა, რომ 2016 წლამდე უნდა ყველა ის პროექტი, რომელიც დღესაც ძალიან აქტუალურია თითოეულ რაიონში. ეს არის წყალი, გაზი, გზა, სკოლა, საბავშვო ბაღი, დღემდე ისე მოუწესრიგებელია. არაფერი არ ძირითად ნაწილში შეიძლება სადღაც ძალიან მცირედით მოხდა ცვლილება, მაგრამ ძირითადში ისე გადასაწყვეტია. მე ერთი ამბავი გავიხსენე ამას წინათ, ცხეთის რეაბილიტაციის ერთ-ერთი შემქმნელი შენ ხარ. ინიციატორი და სულისჩამდგმელი ვიყავი ნამდვილად. ან რაც გაკეთდა ახლა ეს გადაიხურა. რაც გაკეთდა დღემდე და იმის მერე 2012-ის მერე ალბათ აგურზე აღარ დადებულა და არა მარტო ცხეთაში, მე მინდა გითხრათ, ყაზბეგში ქონა დაწყებული რეაბილიტაცია და გაჩერდა. თიანეთის მიმართულებით სიონის რეაბილიტაცია იყო და გაჩერდა. დუშეთი და ფასანაური უნდა დაწყებულიყო, მაგრამ გაჩერდა სამწუხაროდ. რატო ჩერდებოდა? მიზეზი რა იყო? გაჩერების მიზეზი რა არის? პასუხი რო არა დაფიქრდა. არა, ვერასო. როგორ არის? აი რატო გაჩერდა? აი რატო არ გაკეთდა სიტყვაზე? ერთი ესეთი ამბავი მახსენდება რა. ხო. ძველ დროში ქართველები მიიწვიეს ამერიკაში. კი ბატონო. დაათვალიერებინეს ამერიკა, აჩვენეს როგორ ვითარდებოდა, ძალიან კარგად ცხოვრობდნენ და კითხეს ქართველებმა, რომ კი, მაგრამ ესეთ კარგად როგორ ცხოვრობთო რა. და აჩვენეს გზები, ხიდები, ცათამბჯენები და უთხრეს, რომ აი ეს ამ ყველაფერმა მოიტანა ჩვენი სიმდიდრე. ნუ გავიდა ხანი და ახლა ქართველებმა მოიწვიეს. და ეს ქართველები ძალიან მაგრად ცხოვრობდნენ. ხო, ხო. ხებიან რომ კი, მაგრამ თქვენ რითი ცხოვრობთო და გაიყვანეს აჩვენებენ, აქ ხიდს ხედავ, ვერა. ვერა. აქ გზას, ვერა. ხო და მიზეზი ეგ არის, რომ ჩვენ მაგითო ცხოვრობთ. რა, უნდა აშენებულიყო, მაგრამ არ აშენებულიყო. გაუშვეს ჯიბეში. ეგ არის მიზეზი და უფრო კარგად ცხოვრობთ. ანუ ეგ არის ახლა მიზეზი, რატო არ არის რაღაცები? ალბათ. ჩვენ სხვათა შორის მე მინდა გითხრათ, რომ ცხეთაში ხიდი უნდა გადმოსულიყო. ავტობანი და პირდაპირ ჯვრის მიმდებარე ტერიტორიიდან უნდა გადმოსულიყო პირდაპირ ავტოსადგომზე ხიდი, რომელიც ძალიან დიდ კომფორტს შეუქმნიდა როგორც ტურისტს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას, იმიტომ რომ აღარ მოუწევდათ ძველი მცხეთის გავლა. და ჯერ ერთი ეხა წარმოიდგინეთ, ჩვენ ვამბობთ, რომ ისტორიული დედაქალაქია ჩვენი და უნდა განვავითაროთ, აღვადგინოთ და ეხლა ორსართულიანი ავტობუსები ვამოძრავოთ ამ ძველ ქალაქში, ცოტა მიუღებელია. ამიტომ დაგეგმილი იყო, რომ პირდაპირ მაგისტრალიდან გადმოსულიყვნენ, ავტოსადგომზე გაჩერებულიყვნენ და უკან წასულიყვნენ. ჩვენ დავტოვეთ თანხაც, პროექტიც და თუ არ მეშლება გამარჯვებული კომპანიაც, მაგრამ რატომღაც არ გახორციელდა. ანალოგიურად იყო საკანალიზაციო სისტემა. დღესაც მთელი მცხეთის კანალიზაცია ჩაედინება მტკვარში და არაგვში. რომელზეც დავტოვეთ პროექტიც და ფულიც, მაგრამ რატომღაც არ გახორციელდა. და ეს ძალიან ბევრი ნებისმიერი რაიონის მიმართულებით. თვითონ მცხეთელები თუ ხვდებიან მაგას?
მე ვფიქრობ რომ ალბათ ხვდებიან, იმიტომ რომ სულ სხვა ძალიან დიდი დრო დასჭირდა. გეთახმებით აბსოლუტურად. 8 წელი სავარაუდოდ 8 წელი დასჭირდა, კი. მაგრამ ძალიან საინტერესო იყო 2012-ში, ესე იგი არჩევნებში გაკეთებულ ცხედაში აიღე რამდენი პროცენტი? 11. 11. და გაუკეთებელ ცხედაში აიღე? 52 ან 13. 52. ანუ ესე იგი მიზეზი ამიხსენი, აი. ეს ძალიან საინტერესო ფენომენია. რატო უნდა აიღო? გაკეთებულ ცხედაში 11%, გაუკეთებელში 53. ესე იგი ის მოსახლეობა, რომელიც გარემონტებულ უბანში ცხოვრობდა, ფიქრობდა, რომ ესენი, ზოგადად ფასადური ხელისუფლებაა და გარედან აკეთებენ. ხო. ჩვენ მაშინ ხო გარედან ვაკეთებდით მარტო. ესენი დაპირდნენ, რომ შიდა რემონტები უნდა ჩაეტარებინათ, ჩეხური სანტექნიკა დაეხენებინათ, გარედან მოეწყოთ და ცხოვრებით უზრუნველყოფა უნდა მოეხდინათ მოსახლეობის. და ამიტომ გადაწყვიტეს, რომ მათთვის მიეცათ. და აი ამიტომ გადაწყვიტა მოსახლეობამ, რომ ამჯობინეს, რომ შიდა რემონტებიც გარემოეს. ანუ ესე გოცნება დაპირდა, რომ რემონტებს შიგნით გაგიკეთებდო. ხო და როგორც ვატყობ ახლა ჩვენ დასწრები იქნება, პირობას ხო არ დავარღვევთ. აქ ხელისუფლება არაფერ შუაშია. ხელისუფლება დაპირდა, მეორემ უნდა შეასრულოს. კი ბატონო, ხო, და თქმა უნდა. მოდი ახლა გადავიდეთ ძალიან საინტერესო ამბავზე. შეხარ ერთ-ერთი ისეთი ადამიანი, რომელზეც ყველაზე მეტი ჭორი არის საქართველოში გავრცელებული რა. ანუ ძირითადად უფრო შალვა ნათელაშვილი ავრცელებს ხოლმე მაგ ჭორებს, ხო? ხო იცი ახლა შენ და შალვა რაღაცა, ძირითადად შენ არ პასუხობ ხოლმე შალვას, მაგრამ შალვა ვიცის რომ უცებ რომ გამოვა, ვიდი რა ლაპარაკობს. ეხლა უკვე ჩამოწერილი მაქვს, ამოვიღე რა ჭორები, აი მაგალითად ამდენიმე დღის წინ თქვა ესეთი რაღაცა, რომ შენ ახალგორიდან ხარ, წარმოშობით იქ დაბადებული გაზრდილი ხარ და 2008 წლის ომის დროს 200 ძროხა წამოიყვანე. მეტი იყო. 200 ძროხა მოერეკებოდი ძროხა. მე თვითონ ვიყავი სათავეში. ხო. და მე მინდა გითხრა, ეხლა რომ მოვედი, მე მეგონა რომ ცოტა უფრო სერიოზული თემები იქნებოდა. საკმაოდ დაღლილი მოვედი. ის ძროხები რო გადმოვიყვანე, მე გავამრავლე. რამდენი გყავს ახლა? ეხლა ბევრია, ეხლა საკმაოდ ბევრია უკვე. ესენი გავამრავლე. ეხლა სანამ დავაბი, სანამ წველავები დავაყენე და საკმაოდ უკვე მძიმე გაიზარდა ფერმა და მძიმეა. ეხლა ამ არჩევნების შემდეგ იცი რომ არჩევნებში ღებულობ მონაწილეობა ყავს. ამ არჩევნების შემდეგ მინდა ფერმის გამგე უკვე. ეხლა ვნახე ერთი მაგარი დუჩელი კაცი. ეხლა სხვა თანამდებობაზე მუშაობს, პოლიტბიზნესმენია. მაგრამ მე ვფიქრობ რომ შევთავაზებ არჩევნების შემდეგ და მინდა რომ ფერმის გამგედ დავნიშნო. პოლიტბიზნესმენი საინტერესო პროფესიაა, სიმართლე გითხრა. ერთი მეორე ჭორი იყო კიდე ახალგორიდან, ანუ მოროდიობდი ესეთი ჭორი იყო, მე მგონი ესეთ შალვამ თქვა, რომ ჭაღები მოგქონდა. ეგ ჭორი ხო არია? მარტო ჭაღები არა ვარ. მე წამოვიღე სიდედრისა და დეაჩემის ნაჩუქარი მატყლის საბნები. ყველაფერი წამოღება. აი სამწუხაროდ ჭაღი გზაში გაგვიტყვა. არა, ვერასოდეს. ისე სერიოზულად რო გითხრათ. ჩემო ანუ ამ ენას ძვალი არა აქვს და ადამიანები ყველაფერს ლაპარაკობენ რა. მაგ პერიოდისთვის უკვე მუშაობდა ჩემი 4 დიდი წარმოება. ხო. და საკმაოდ შეძლებულად ვიყავი და იმ დროს იყო სახსრები რომ ფილარმონიიდან მერიამდე თუ რამე იყო უძრავი ქონება გვეყიდა, მაგრამ ეს თხა მთლიანად გაუშვით ჩვენ ახალი წარმოებების შექმნაში, მაგრამ ამ ადამიანების ტვინი ისევ იქ დარჩა ჭაღებთან, მატრასებთან. ეს ყველაფერი საიდან მომდინარეობს მაგასაც გეტყვი. აბა ვითხრე. ეს ყველაფერი შალვას ვიცნობ 99 წლიდან და დაკავებულია მარტო, აი თავის საკუთარი თავის პოპულარიზაციით. ეხლა ნახა რომ ცეზარ ჩოჩელი თავის რაიონისთვის ყველაფერს აკეთებს. ჯერ კიდევ ძველ დროში გზა იყო, წყალი იყო, გაზი იყო. იმ დროს როცა დუშეთს სინათლე და გაზი არ ქონდა, ახალგორს მაინც ქონდა. მერე შემდგომ პერიოდში უკვე პირველი რაიონი იყო ახალგორი, სადაც გზა გავაკეთეთ. ხო. 2007 წლის აგვისტოში მარიამობა დღეს დამთავრდა ახალგორის ცენტრამდე გზის შეყვანა და ამან ეს ყველაფერი აღიზიანებდა. და თვითონ თავის რაიონში 30 წელია პოლიტიკაშია და ჩხირი გვერდათ არ უქცევია, აგურზე არ აქვს დადებული და აბა რა უნდა ილაპარაკოს. არა, ხო, მესმის გასაგებია. ახალგორი ეს წეროვნის დასახლება ხო ახალგორელებით არის ახლა დასახლებული, ხო? ძირითადად შენი რაიონის ხალხია, სულ შენი სამეზობლო, სამეგობრო ვინც არიან. და მან თქვა რომ ანუ ეგ მიწებიო დევნილებს ცეზარ მიყიდაო, ხო? ეგეც ხო იყო რომ შენ მიყიდე, შენ
ქონდა შენ მფლობელობაში და მიყიდე, ხო? ანუ რეალურად არა, აქ სიტუაცია ცოტა უფრო სერიოზულად არის. ეს მიწები იყო სახელმწიფო მიწები. ეს მიწები არასდროს არ იყო გასხვისებული და თუ არ მეშლება ნაწილი ამ მიწების შედიოდა პატეიშვილის საცდელი მეურნეობის საკუთრებაში, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დავკარგეთ იმ დროისთვის და დღემდე იმედი მაქვს, რომ როცა იქნება დავბრუნდებით ჩვენი პატარა სამშობლო, ჩვენი კუთხე, ჩემი ვალდებულება და მოვალეობა იყო, რომ ჩემ ხალხს ერთმანეთი აღარ დაეკარგათ და რამენაირად დაგვესახლებინა ერთად, რომ მეზობელი მეზობელთან, ბიძაშვილი ბიძაშვილთან, სოფელი სოფელთან დასახლებულიყო. და ეს იყო ერთ ადგილას, ზუსტად მიზეზი იყო ის, რომ ჩვენ მოსახლეობა დავასახლეთ ერთად. მე მინდა გითხრათ, რომ ეს დასახლება არის ერთ-ერთი კომფორტული, რომელიც ჩვენი დევნილებისთვის არის შექმნილი. ხო, ყველანაირად. კი ბატონო. მაგრამ ერთი ამბავია ის, რომ ანუ შენი ანუ ეს ცოტა სერიოზული თემა მაინც მინდა რომ ეს ამბავი მოყვე, რომ ანუ შენ რომ გამოდიოდი ახალგორი, ანუ შალვას ამბავია ეს რომ გამორბოდი. ეს როგორ არის, იცით? გამორბოდის კონფლიქტის ზონა. ადამიანებს, რომელსაც მე ვიცი რომ ანუ ჩაულებად იბრძოდი 2008-ში. ადამიანებს, რომელსაც არ გააჩნიათ სამშობლოს სიყვარული, თავისი მხარის სიყვარული. მამა პაპის საფლავების პატივისცემა. იმათთვის ყველაფერზე ძალიან მარტივია საუბარი და სხვის განსჯა, დაბრალება. არის ისეთი სიწმინდეები, რომელსაც ნორმალური ადამიანები არ ეხებიან და ეს არის ხელშეუხებელი და ესეც უნდა იყოს. ჩემთვის ახალგორი არის ყველაფერი. დღესაც უკვე 12 წელია ახალგორში არ ვარ ნამყოფი და დღემდე სიზმარს თუ ვნახულობ, ყველა სიზმარში ნებისმიერი ვარ ახალგორში. რაც შეეხება ჩემს მოღვაწეობას იქ, მე 20 ივლისიდან ახალგორიდან არ გამოსულ ვარ საერთოდ და იქ ადგილზე ვიყავი. 2008-ის 8 აგვისტოს ჩვენთან შემოვიდა პოლიციის ქვედანაყოფები, რომელიც უნდა განლაგებულიყვნენ ოსურ ზონაში, რამე თუ არ მომხდარიყო ძარცვა, გლეჯა, ყაჩაღობა და ასე შემდეგ. და ძირითადმა ნაწილმა არც გზა იცოდა და არც კვალი. ამიტომ მე ჩემ მეგობრებთან ერთად, ვინც გამოცდილი იყო, ნუ ჩვენთან კონფლიქტის ზონა იყო და გინდა არ გინდა ამ ყველაფერში ჩართულები ვიყავით. და ჩვენ თვითონ წავყევით. და უნდა გაგვევლო ძალიან რთული მონაკვეთი, სადაც გადავწყვიტე, რომ გამოცდილ ადამიანებთან მხოლოდ და მხოლოდ სამართლოს უფროსი თავის მოადგილეებით, სპეცნაზის ბიჭები, დაახლოებით 20 ადამიანი, მე ჩემი მანქანით წავედით, რომ გაგვევლო საშიში მონაკვეთი, რომ მე დანარჩენი 250 კაცი გაგვეყვანა. შემდეგ უკვე სექტემბრის პირველი რიცხვები იყო, ან შეიძლება 30 აგვისტო, ჩვენ უკვე დავტოვეთ ახალგორი, იმიტომ რომ იქ გაჩერება უკვე კონფლიქტს გამოიწვევდა, ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ჩვენი მოსახლეობა ხელშეუხებელი იქნებოდა. და გამოვედით, მაგრამ მოლაპარაკებაზე გახვდა სექტემბრის შუა რიცხვებში შესვლა საჭირო და ისე ნუ არჩევანი ჩემზე გაკეთდა და მე შევედი მოსალაპარაკებლად ჩვენი მოსახლეობის ისევ და ისე. იქიდან მხრიდან იყო დაახლოებით 15 ადამიანი დაწყებული, მთავრობის წარმომადგენლები, პროკურატურის წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩვენ ვიყავით ორნი. ნუ მძღოლი გველოდებოდა მანქანაში. და საზღვარზე გველოდებოდა ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სპეცდანიშნულების რაზმები, ყველა ძალიან ბევრი ადამიანი იყო იქ და ჩემი ოჯახის წევრები მათ შორის. და მოლაპარაკებების დროს ისინი უცბად, ელემენტარულად შუა მოლაპარაკებების დროს იღებენ წუთ შესვენებას, ესე ვთქვათ, და ტაიმაუტს გადიან და ამ დროს შემომდის მესიჯი, რომ გაქვთ რამდენიმე წამი. ანუ ჩვენმა ნაზელდებმა მოიწერეს, ხო? კი, სატელეფონო მოსმენები ხორციელდებოდა ალბათ და მათ დაიჭირეს მესიჯი, უცბად შემოვიდა და დღეს გაქვთ რამდენიმე წამი და მერე რა მოხდა? ნუ მომენტალურად მოვწყდით ადგილიდან და საინტერესო ის იყო, რომ ისეთ ადგილზე ჰქონდათ დანიშნული შეხვედრა, რომ დაახლოებით 15 მეტრში ორივე მხრიდან იწყებოდა ტყის მასივები. და ჩვენ მოგვიწია კი, ნუ მოტიტულებულ ადგილზე დაგვაყენეს, ესე ვთქვათ რა. ანუ სნაიპერები ისხდნენ. სნაიპერები ისხდნენ და ჩვენ როგორც მოვწყდით ადგილიდან და სნაიპერმაც არ დააყოვნა, მაგრამ გარეთ რო გამოვედით, ყველა ეს საინტერესო რომ გამოვასწარით იქიდან, ყველა ეს საინტერესო იყო იქ, რომ ნუ დაახლოებით ალბათ 200 კაცი ტიროდა. რომ იქ აღარავის არ წარმოედგინა, რომ იმათ კიდე გამოვასწარით მეორე ცოცხლები. ესე იგი, მაგრამ ახარ გადარჩენით. აი, ერთი შეკითხვა მინდა, წერომანში დღეში რამდენი სახლს აშენებთ? თუ რამდენი სახლია მანდ?
წეროვანში არის 2200, წილკანი იქვია დაახლოებით 400 და დამატებით კიდე არის 300, ესეთი დასახლებაა ფრეზეთი. ნუ სადღაც 3000 სახლამდე. და რამდენი დღეში ააშენეთ ეგა? 90 დღეში ავაშენეთ 2800 სახლი, ნუ დაახლოებით 30 სახლს ვაშენებდით დღეში. ეს იყო წარმოუდგენელი შრომა. დღეს რო აი ფანქარი და ფურცელი მივცეთ, ვერ დაგიხატავენ მაგ დროში მაგ სახლებს და დღეში 30 სახლი შენდებოდა. ფანქარით ვერ დახატავს ადამიანი. დაახლოებით 45 შეიძლება ზუსტად არ მახსოვს, ბრიგადა მუშაობდა. და მუშაობა მიდიოდა 24 საათიან რეჟიმში. საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან იყო ბრიგადები. კახეთიდან, ქვემო ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, სვანეთიდან, ცხეთიდან რამოდენიმე ბრიგადა იყო, გორიდან იყვნენ, რაჭიდან, ყველა აბსოლუტურად საჩხერიდან, ჭიათურიდან, ყველა აბსოლუტურად საქართველოს თუ სადმე იყო ადამიანი, ვისაც რაიმე ხელობის ნიჭი გააჩნდა, ყველა მოყვანილი ყავდა და ერთნაირად უბერავდა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ განსხვავებულები მაინც უფრო სვანები იქნებოდნენ მათ ახლა, სიმართლე რო გითხრა. კურიოზები იყო ძალიან. სვანები იყო, კი ბატონო. ნუ ზოგადად იყო მშენებლობის დროს იყო ძალიან დიდი დეფიციტი სამშენებლო მასალის. ხშირი იყო შემთხვევა ღამის პირველ 2 საათზე შემოდიოდა ცემენტი და ღამის დაახლოებით პირველი 2 საათია და მესმის რაღაც ჩოჩქოლი ძალიან დიდი, ერთმანეთს ეჩხუბებიან, გამოდივარ გარეთ და ვხედავ რომ ეს სვანების ბრიგადა და მცხეთელების ბრიგადა ერთმანეთში არჩევენ საქმეს, თუ ვინ უნდა დაცალოს ცემენტი. და ნუ ცოტა ხანი შევხედე და რომ ვერ ჩამოყალიბდნენ ვის დაეცალა, ჩავერიე და მე ვთხარი რომ სვანები არიან სტუმრები, პირველ რიგში დაცალონ და რაც დარჩება იმას დაცლით თქვენ და სვანებს თხოვე რომ დაცალეთ ნახევარზე მეტი არ გინდათ. ხო. და მეორე ნახევარს დაცლიან მცხეთელები. ნუ მოილაპარაკეს, წაიყვანეს მანქანა სვანებმა, დააყენეს, დაცალეს ნახევარი და ცოტა ხანში ისმის რაღაც საშინელი ბრახუნი. გამოდივართ გარეთ და ეს ამხელა მანქანა გდია ზურგზე. ამობრუნდა, ამოტრიალდა. თურმე აღმოჩნდა რომ სვანებმა ეს მანქანა ნახევარი სიგანეზე კი არ დაცალეს, დაცალეს სიგრძეზე. და სადაც წეროვანი აშენებული არის დამრეცი. და როგორც ფერდობია და როგორც შემობრუნდა მანქანა და ამოტრიალდა. ნუ ის არ ამოტრიალდა. ივალაგეთ, მოვალაგეთ ყველაფერი. ეს არ არის საინტერესო შედეგში საინტერესო. დილაა და მაშინ ტოლთა და განსახლების მინისტრი იყო სუბელიანი რა და დილით არის ჩამოსული და გავდივართ ამ საკითხს და ვყვები და ეს ხალხი იცინის რა და ყობა მიყურებს ესეთ გაყინული თვალები და მეკითხება აბა როგორ უნდა დაეცალა გაიგო ვერ მიხარ მოკლედ ზეზა ძალიან დიდი მადლობა ანუ მე მინდა წარმატებები გისურვო შენს რეგიონში ჩვენს რეგიონში ჩემს მცხეთელებთან ჩემს სოფელში ოდის ჩადიხარ ამ კვირაში ჩახვალეს ანუ აუცილებლად კვირაში არა ამ კვირაში კარგი მომიკითხეთ ჩემები მაშინ აუცილებლად წარმატებებს გისურვებთ ბაბონ ცეზარ ჩოშელი იყო ჩვენი გააცემა